გამარჯობათ ისევ. დამავიწყდა იმის თქმა, რომ ხაჭაპურის ცომს ვაკეთებ და ეხლა ვფიქრობდი, რომ რამე მაღლა შემოვდო მეთქი და გაყურებინოთ მეთქი, მაგრამ რა არის ხაჭაპურის ცომი? ჩვეულებრივი ცომია. რამე ისეთი განსაკუთრებული არ არის. ყველას იცოდინება ეგ. უბრალოდ ჩართე ვიდეო. სულ ვამბობ რაღაცას ვაკეთებ, მეკი უნდა ჩანდეს რომ ვაკეთებ. და ტყილა არ ვამბობ. ცომი გავამზადე და ეხლა უნდა შევაზილო კარაქი. გაჩვენებთ როგორ ასე კარაქს მოვცადეთ. ეგეც ამცოდე უნდა ვაკეთო. აი კარაქი უნდა შევაზილო ეხლა. და მე ესეთი ცომი მაცივარში ინახება ერთი კვირის განმავლობაში. კი არა 10 დღეც შეგიძლია რომ შეინახო. და გამოდის ძალიან რბილი ფაფუკი და მე ხაჭაპურს რომ გააკეთებ, თითქოს ფენოვანის ცომივით არის თითქოს, ეხლა ზუსტად ისეთი არ არის, თითქოს ფენოვანი. ახლა იმას ვაკეთებ, იმიტომ რომ სანამ ჩემი ბიჭი გაიღვიძებს, ეს ცომი ამოვა და დღეს გავუკეთებ ამით ბოდობებს. განსაკუთრებულად დიდი არაფერი. თუ გადავიღე მე იმასაც გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ. ეს თითქოს უნდა იქნება რომ შეაზილო კარაქი შიგნით. ეს კარაქი ინახავს. სადღაც სწრაფო გარდა სადღაც მოხდა. პოლიცია მიყვება უკან. ხმეთო მშვიდობა. კარგით გაჩვენებთ მე დანარჩენსაც. აი ხაჭაპურის ცომი ხომ მოვზილეთ, მაგრამ ვაკეთებ ბოდობებს. ბოდობი ხომ ქვია. კი, ბოდობი ქვია. აი გავაკეთებ ახლა და გაჩვენებთ. სოსისი აჩიკა როდის მივეჩვევი აი და გამოცხობასაც როდის მივეჩვევი ტელეფონი დავიჭირო ნორმალურად იმას გულისხმობ რომ ჩანდე და ჩანდეს ყველაფერი. შევწვა ზეთში ჩვენს ხაცეთი. იცით რა ძნელია დილას რომ ჩაის არ სვამს. ჩაი არის ყველაზე ადვილი. რა უნდა მაგას? იმდენარი მისაყოლებელია სახლში. მაგრამ არა და არა. ჩაი. როგორ გემოვა ჩაის ჯერ გასინჯული არა აქვს ჩემთვის. ერთხელ მთელი გაცივებული იყო სიცხეც ქონდა და ცარიელი ჩაი მაინც დალია მეთქი ვერ ჭამდა ვერაფერს. ხვეწნით, მუდარით შეუტანე და 2 ყლუპი ძლის დავალევინე და всё. არა და არა. ის იყო ალბათ ცხოვრებაში ერთხელ რომ გასინჯა ჩაის რა გემოქონდა. თან მე გამოსაყვან ჩაის ვაკეთებ და არა იმ ნაყიდ ჩაის.
ხომ არის ადამიანები, რომ ზოგს ეს უყვარს, ყველაზე ნაირი არ ეყვარება, რა თქმა უნდა, გასაგებია ეს. მაგრამ ჩაი არ გიყვარდა ეს? და საერთოდ არ მიიწევდე? არ ვიცი რა. შეუბრაწყა. ამას დააყოლებს. ან წვენს, ან კამფოს. ცოტას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე არ ჭამ. ესეთ ცუნიანებს მე არ ჭამ. ამიტომ ვაკეთებ რამდენი რა 2 4 6 8 საკმარისი ეს შეჭამს ამას ეს სანასადის ნაირად მივესადი სადილი მოფიქრებულიც არ მაქვს, კი არა გაკეთებული. აი, გაჩვენოთ. ხეთ. ზეთში და ეს არ შეიწევს იმ რამდენიც ცომს აჭირდება, იმაზე მეც არ შეიწევს. ცოტაში რომ შეწვა, უფრო შევა, იმიტომ რომ დიდხანს იწვება, ძნელად იწვება და უფრო შევა ცომში. ასე არა. მას იმიტომ გეუბნებით, რომ ხარ თქვა რამდენ ცხიმში აკეთებს და ეს როგორ იწვება და არა, პირიქით. ეს ჩქარაში იწვება და ნაკლებ ცხიმს აიღებს. ასე ვარ ყოველდღე. ან ხაჭაპური, ან ეს, სულ ცხოვრებაში და სულ კეთებაში. მაგრამ ამას მე რამდენი თვან გვაქვს ხომ? მანამდეც წავიჭორავთ ცოტა. მომიცოდეთ რა კარგია მინდია. ძალიან მინდა დღეს გარეთ გავისეინოთ ცოტა 1 საათი მაინც. გავედი თქვენს გაგასეინებთ. თქვენს გაგიყვანთ. ისე მიგია. სხვადასხვა ადგილას უნდა წახვიდეს, სხვადასხვა გარემონახო. მაგრამ რაც ჩვენ ის ერთი ადგილი უფრო მოგწონს. არა, საწონი მდენია უამრავი, მაგრამ იქ არის სიწყნარე. ცოტა ხალხი. ლამაზი პარკია. გუში რომ გადავიღე. და იქ ვართ მიჩვეული. თან ისეა რომ ცოტას ფეხითაც გაივლი და სულ არ იჭდები. უნდა იარო ცოტა იმოძრავო თორემ დაჭრომით სახში სიხარ. თუ გავედი ალბათ იქ მოგიწევს დღესაც. რა გუში ვერ გადავიღე კარგად და დღეს მოვახერხე. გაჩვენეთ. ის უნდა მენახა რისი პარკია მეთქი უნდა წამი. ამდენს დავდივარ. განა არ წამიკითხე, მაგრამ არ მახსოვს. იმასაც გაჩვენებთ. რომეთაც ბავშვები დაყავთ. იქ საბავშვოებიც არის სასრიალო გასართობი. იქვე არის
მართვის მოწყობაზე რომ აბარებ. ესე არის არის. საგამოცდო ადგილი. მეთაც ვუყურებთ ხოლმე. როგორ ჩააბარებენ რა წაშლილი სახით რომ ჩამოდიან მოცუდვები არიან. იმდენს ემზადები და როგორ ჩააბარებ. ჩემი ძმისშვილიც აბარებდა წელს. თეორია ჩააბარა ერთ გასვლაზე რა თქმა უნდა. პრაქტიკა ვერ ჩააბარა. ხო ისე გავა თეორიაზე და კიდევ ცდის იმედია ჩააბარებს. ძალიან მონდომებულია, მაგრამ ემოციური არის და მაგიტომ გავუჭირდა. სანამ გამოცდაზე გავა, მანამდეც მასწავლებელთან მიდის, თავისუფლად გაყავს, დაყავს მანქანა, თავისუფლად ყველა წრიულ საწიგენსაც ყველაფერს კარგად აკეთებს და იქ რომ მივა მერე იგნება. ძალიან ემოციებში შედის და მაგიტომ. ახლა ერთს გაჩვენებთ რომ შევწყვეტ. მე გავქიშავთ რომ იგი რა უნდა გაყურებ იმათი ხალხ. მე ესე რასაც გავაკეთებ, გაჩვენებთ. უშინდა მოვაწყდა ის წვანელობიო გავაკეთე მეთქი რომ გითხარ. სულ დარჩენილი გოჟი უჯანი. სხვარი რომ გამოვიწყე, ეგეც და მოვიწყდა მე ჩვენებია. ვამბობ და მე მოვიწყდება. თუ ერთი საქმიდან მეორე საქმეზე გადავედი, всё მოვიწყდება ეს. ამიტომ გავარ ახლა აქაც. ამის ერთად შეიძლება რომ სხვა საქმეც გააკეთო. თან თქვენ გელაპარაკებით და მაგიტომაც. მაგრამ თუ გავედი ახლა ოთახიდან და იქით რამე დავიწყე, შეიძლება დამავიწყდეს. ამის რომ უყურებ მინდა აივანზე დაჭდომა და ყავის დალევა. შეიძლება. მე ყოველდღე თქვენს ერთად დავლიოთ ყავა, განვიხილოთ რამე თემა. თანაკედან ხეც გაჩვენეთ რა ყველგან ბინებია შენებული და უკვე აღარაფერი არ ირჩევს. ისე კარგად მოჩანდა ზღვის მხარე, შერატყონი. ბევრია გენი ჩანდა კიდე, მაგრამ ახლა არა. ბინებმა დაფარა. ძალიან ბევრი კორპუსი შენდება, ძალიან. მე ერთი თავისაც გაჩვენეთ. ამდენი კორპუსი შენდება. სადაც გაიხედავთ, ყველგან კორპუსია, ყველგან. აქ კიდე ვერ გაჩვენეთ ახლა თქო, ძალიან ბევრი. ჩემთან ახლა ისე არის, რომ გვერდით სუსტად გვერდით შენდება, უკანა მხარეს შენდება, წინა მხარეს კი გაჩვენეთ და აშენებულიც ეს თეთრი რომ გაჩვენეთ, ახალი აშენებულია. და მე ვარ სულ შუაში მომწყვდელი. აქ წინ ჩემს წინ კიდე ბარაკებია. სასახლებიც არის ბარაკები. ეგეც თუ აღებაში მოყვა. მე დავჩები მართლა საერთოდ მზე აღარ შემოვაჩა. Das wizard. და შემდეგ უნდა გაკეთდეს და უნდა საცხოვრებელი ადგილი ნახოთ ხალხმა. არ ვიცი, ამდენი ბინები რომ შენდება, ძალიან ძვირია, ძალიან. ქართველები იდულებენ და ბინებს თუ მეტად უცხოელი, ძალიან აინტერესებს.
იქნება ქართველებს მაგრამ თითოეულო და უფრო მეტი ალბათ უცხოელი. იცი ამბობენ, რომ ვინის მშენებლობა მიწყება, თან ნახევარი რაპიდული არ არის. ვიცი ახლა მე რამდენად მართალია, არ ვიცი. მაგრამ რომ არ იყიდებოდეს ხომ არ აშენდება. ინვესტორი რომ თანხას გადაიხდის და საქმეს წამოიწყებს. იქ რომ მოგება არ ნახოს, ყველა ხომ არ აშენებს რა. აქ ჩემს ახლოს, იქ ზღვის პირას, საშინელი ფასები, ისედაც ძვირია ბუთმაში ბინა. ცხოვრება მოსული, ისედაც თავის გატანაც უკვე საფიქრალია, ისეთი სიძვირეა და კატასტროფა და ამიტომ ძახი ყიდულობს მინდა ქართველი მათი. ხილბოსტნეული გამოდი. ისეთი ფასი. ეხლა მტკნელობი რომ გავაკეთე. მივიდა 13 ლარი და მე ჩამოვიდა 8 ლარში ვიყიდით ჩვენ. მარტო 13 ლარი რომ მისცე ობიოში, იმას ხომ ისი საკმაზე უნდა ყველაფერი. სადღაც 25 ლარი დაგიჭდება ალბათ 1 კეცი. ეს ვამბობ 1 კილოს. ოჯახში თუ ბევრი ხარ 1 კილო ხომ არ გაყოფ. 2 კილო რომ გააკეთო 50. ეს ერთი სადილის მენიუ. იმას მერე პური უნდა ვთქვათ. თავს მეგინდა, შამი გინდა და ასე. კატასტროფა ფასებია, მაგრამ ფასის ცალისიც არის. გავაკეთებ სხვას. ასე ვიცელა არის ხომ უნდა ჭამა. ახლა შეიძლება გაჩვენოთ და ამშვიდობა. ეს არის ის 3 ცალი რაც ჩავაგდე, იმიტომ რომ მეტი არ ეტევა იმაში. და ასეც გამოვაცხობ კიდე. გამოვაცხობ თუ შევწვა. ასე დრო და დრო გაჩვენებთ ყველაფერს, რასაც გავაკეთებ. აბა კარგად.